ბრიტანული სანქციებით შექმნილი ფინანსური პრობლემების მოგვარებას იმედის საკუთარი ბანკის შექმნით გეგმავს. განცხადება რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დასანქცირებულმა ტელეკომპანიამ დღეს გააკეთა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის ბანკებმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად იმედთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. თუმცა განცხადების თანახმად იმედს არ სურს ეს ორგანიზაციები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ, ამიტომ რამდენიმე თვეში საკუთარ ბანკს შექმნიან. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ იმედს მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის რამდენიმე ბანკმა შესაძლო სირთულეების მიუხედავად გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნეს საქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები. იქნება ეს ანტიპიარი ფინანსური პრობლემები თუ სხვა, რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს. ნამდვილად არ გსურს დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით 2007 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ იმედის ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით უმოკლეს ვადაში სულ რამდენიმე თვეში შექმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით იმედის ბანკი. საქართველოში კომერციული ბანკის დაფუძნება რთული პროცესია. ფინანსურ და არაფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად საჭიროა საზედამხედველო კაპიტალი მინიმუმ 50 მილიონი ლარის ოდენობით. საზედამხედველო კაპიტალი იქმნება იმისთვის, რომ მოსალოდნელი ან მოულოდნელად წარმოქმნილი დანაკარგები დაბალანსდეს, რაც შეეხება ვადებს. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციას და ინფორმაციას სრულყოფილი წერილობითი მიმართვის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში განიხილავს. ამასთან ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთოა და 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცეს, ის კიდევ არაერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმედის გეგმას განხორციელება არ უწერია. სპეციალურად იმედისათვის მიკრობანკის დაფუძნება ეროვნული ბანკის თანხმობით, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ხელს უწყობს სანქციების გვერდისავლას. ეს უკვე ქვეყნისათვის წარმოუდგენელი რისკის შემცველი იქნება. გაგვიყენავენ რეზერვებს როგორც რუსებს, გაგვთიშავენ SWIFT-დან, ჩამოიშლება საბანკო სისტემა, მილიონობით ადამიანი დაკარგავს ანაბარს, მათ შორის ჩვენი ემიგრანტები, რომელიც სხვათა შორის ერთი 200-მდე ზარი შემოვიდა გუშინ, რა ვქნათ გავიტანოთ თუ არა ანაბრებიო. თანაც ეს განცხადებაც კი არ იყო გუშინ იმედის მიერ გაკეთებული. ნორაფერს ნუ გაიტანთ. ვინაიდან არ შეიქმნება ასეთი ბანკი, ეს არის ახლა ფაფხური, რაღაცა ასე თქვა ცხელ გულზე განცხადებების გაკეთება და ძალიან კარგად იცის იგივე რუხაძემ და იგივე ივანიშვილმა თუ რა დაემართება მათ ბანკებს და მათ ფინანსებს ასეთი სურველური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. იმედი არის მომაკვდავი კომპანია. მის საფლავზე რაც გინდათ ის დააწერეთ. შეიძლება დაწეროთ რუსულად. აქ იყო ნადეჟდა. იმედის მიერ საკუთარი ბანკის გახსნის გადაწყვეტილებას დღეს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ასეთი ბანკი შეიქმნება და შესაძლებლობა იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა ანგარიში გახსნან, ის ასე მოიქცევა. იმედის კომპანიის განცხადება არის და კომპანიამ უნდა გააცნოს ამასთან დაკავშირებით, მე არანაირი ამის თქმა არ შემიძლია. ჩვეულებრივად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შემთხვევაში ნებისმიერ ბიზნესს მიწვევს. თუ კი ესეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნა ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნით ჩემ ანგარიშს. იმედის განცხადება, რომ ის საკუთარი ბანკის შექმნას აპირებს, ექსპერტებს იმის მტკიცებულებად მიაჩნიათ, რომ ის დასანქცირების შემდეგ ქართული ბანკების სერვისებით მომსახურებას ვეღარ ახერხებს. პრობლემების ჩამონათვალი, რაც ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ იმედსა და პოსტივის შეექმნება დიდია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, რომ სანქცირებული არხები ამიერიდან მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნეები არიან, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება. სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება კი შესაძლოა მეორადი სანქციის საფუძველი გახდეს. TI-ის თანახმად ამის მონიტორინგს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
ბრიტანული სანქციების შედეგად იმედსა და პოსტივის შემდეგი კონკრეტული პრობლემები შეექმნებათ. გაეყინებათ ანგარიშები და ანგარიშებზე არსებული თანხები ქართულ ბანკებში. ვერ მიიღებენ ვერანაირ შემოსავალს, მათ შორის შემოსავალს რეკლამიდან. რეკლამის ან შემოსავლის ნებისმიერი მიმცემი, ბიზნესი თუ სახელმწიფო დაწესებულება მეორადი სანქციის რისკის წინაშე დადგება. ვერ გასცემენ ხელფასებს თანამშრომლებზე. წარმოიშობა ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი. თანამშრომლებს გაუჭირდება ცესხის აღება და შესაძლოა საერთოდ უარი ეთქვათ საბანკო მომსახურებაზე. თანამშრომლებს მოუწევთ დამალონ მათი კავშირი იმედთან და პოსტივისთან, რათა არ შეექმნათ პრობლემები. ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ საბანკო სესხს ან სხვა საბანკო მომსახურებას. ვერ მიიღებენ ვერანაირ სხვა სახის დაფინანსებას. ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას. ვერ იყიდიან ან იქირავებენ ტექნიკას. დაკარგავენ დასავლური გასართობი გადაცემების გამოყენების ლიცენზიებს. ვეღარ შეიძენენ უცხოური სერიალების ტრანსლირების უფლებას. გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში. შეეზღუდებათ სოციმედიის გამოყენება, ვერ გაუშვებენ რეკლამებს, ვერ შეძლებენ კომუნალური მომსახურების გადახდას. გაუჭირდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა. სანქციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით დღეს ვრცელი განცხადება გააკეთა კომპანია მაგთიკომმა და განმარტა, რატომ არ თიშავენ ამ დრომდე იმედსა და პოსტივის მათი საკაბელო ქსელიდან. კომპანიის განცხადების შინაარსიდან ჩანს, რომ მაგთიკომი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობს, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსებას ავალდებულებს.